ბაჰარი. ბაჰარ, ვეღარ ვილაპარაკეთ. სასაფლაოზე ხომ იყავით? ხო, ვიყავით. გავნერვიულდი. მაგრამ მამა ჩემს პატივი მივაგე. იმედია ჩემ მაგივრადაც სილოცე. ძალიან მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ვიცი, ფამუქ არ იდარდო. ჰარონ ბეი მშვიდად განისვენოს. წესიერი, პატიოსანი ადამიანი იყო. ძალიან უყვარდი და ცხოვრებაში არავის აწყენინებდა. დარწმუნებული ვარ, ასე იქნებოდა. აი, სუნც რაც უნდა ის დგას. ვიცი, რომ მამა ჩემი ძალიან კარგი ადამიანი იყო. ასეა საყვარელო. ეჭვიც არ შეგეპაროს. კარგი, ფამუქ. შეანდებარა, სწრაფად დაბრუნდა. ვინ არის ეს მეგობარი? რაუფია? მაგრამ ის არ დაიმალებოდა. და საბუთები რომ მქონოდა, იმ დღესვე მომცემდა. იქნებ მეკითხა. აბონენტი დროებით მიუწვდომელია. რომელ დოკუმენტზეა საუბარი? კიდეც მალოდინებს. აქეთ თავს იდებს. მოდი, მე შენ გაჩვენებ. ჩემს დადანაშაულებასაც ბედავს. მეგობართან მღალატობ და პასუხიც არ გინდა, აგო? ორივე პასუხს აგებთ. შემეხვეწებით რომ გაპატიოთ, შემეხვეწებით. აინახავთ.
დედა, მასთან შესახვედრად მარტო რატომ წახვედი? იმედი არაფერს დაგიშავებს. სიმგი ხანი მსვლელაპარაკე. ინტერვიუ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. კარგია. შენც ხომ ეს გინდოდა? მხოლოდ ჩემთვის არა. მთელი კომპანიისთვის კარგია. როცა კომპანიას ჭკვიანი და წარმატებული ქალი მართავს, რეიტინგიც მაღალი აქვს. ბაჰარ ძვირფასო, მოდი, ყავას ვსვამთ. არ შემოგვიერთდები? არა, გმადლობთ. რატომ? მოგვეღებით ღემ როგორ ჩაიარა. შენ ხომ სასაფლაოზე იყავი? იქ ხომ ყველაფერი კარგად არის? თუმცა სასაფლაოზე ყველაფერი კარგად როგორ იქნება? ყველაფერი რიგზეა. სხვა თუ არაფერი, იქ უაზროდ მაინც არავინ საუბრობს. ხედავ დემիր. როგორც კი რამეს ვიტყვი, მაშინვე ბრაზდება. სულ დაძაბულია. აი სუნთან ძალიან ფრთხილად იყავი. ის იმდენად საშიში ქალია, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. ფიქრობ, ჰარუნის სიკვდილში მისი ხელი ურევია. შესაძლოა დემირიც იყოს გარეული. თავისუფლად შეეძლოთ მამაშენის სიკვდილი ერთად დაეგეგმათ. თუ გინდა რომ მამაშენის მკვლელი იპოვო, ბაღში ამ მცენარის ქოთნის ქვეშ შეიხედე. იქნებ მტკიცებულება ვიპოვო. დედაგონო, აქ რატომ მოხვედი? რა ხდება? ჰაზანი სად არის? ჩემი შვილის სახელს ცხოვრებაში არ აღარასდროს ახსენებ, თარიქ ეფენდი. რა გეგონა? გეგონა, რასაც გინდოდა იმას გააკეთებდი და ყველაფერი შეგრჩებოდა? ასე ფიქრობდი? შენ ნაძირალა. მიშველეთ. მიშველეთ. ბაჰარ. ბაჰარ, რა ხდება? შეხედე. ბაჰარ.
ყველაფერი რიგზია? არა, ხომ არ გიკმინა? უზნეო, უსინდისო და საზიზღარი ადამიანი ხარ. დედაგონო, რას აკეთებ? დედას ნუ მეძახი, თორე მაგენას ამოგაძრობ. ჩემ შვილს სასწრაფოდ გაშორდები. გასაგებია? ჩემ შვილს გაშორდები. თუ არ სიტყვი, ან რამე პრობლემას შეუქმნი. გეფიცები მოჰკლავ, საძაგელო. საძაგელო. კარგი, გამქორწინდები. დამშვიდი, ასეთი ცოლი რა შემჭირდება? მომისმინე. ხაზანის ახლოს რომ დაგინახო. ან თუ ცილს დასწამებ და მის პატიოსნებას შებღალავ, მაგ ბინძურენას ჩემი ხელით ამოგგლეჯ და ძაღლებს გადავუგდებ. უსირცხვილო. ვინ ხარ შენ, ვინ? ვინ ხარ? ადამიანი მეგონე. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კაცი და მდგარიყავი. დარწმუნებული რომ ვიყო, შენი მკვლელობის გამო ციხეში არ ჩამსვამენ. გეფიცები, აქვე დაგახრჩობდი. არ გაცოცხლებდი. საზიზღარო. აქვე დაგახრჩობდი. გაჩერდი, რას აკეთებ, დედაგონო? ვეღარ სუნთქავ. ხო და ნუ ისუნთქებ. იქ იყო, ქოთნის ქვეშ. დავინახე. შერეფ, ძალიან შემეშინდა. კარგი, მორჩა, დამშვიდი. არაფერია. იქ რა გინდოდა? მე ბაჰარ, სასაფლაოს შემდეგ ძალიან უცნაურად იქცევი. მითხარი რა ხდება? შერეფ, მე უცნობი პირისგან რამდენიმე შეტყობინება მივიღე. იქ ეწერა, რომ მამა ჩემის მკვლელის პოვნაში დამეხმარებიან. რომ აღარავის უნდა ვენდო. აი ნახე. უცხო ნომრიდან ასეთი შეტყობინება მოგდის, გთხოვენ რომ დამალო და ამის შესახებ არაფერი მითხარი? მაბადია შერეფ, საქმე ის კი არ არის, რომ არ გენდობი. ბოლო დროს ბევრი ცუდი რომ გადამხდა. არ ვიცი რა უნდა ვქნა. ძალიან გთხოვ, გამიგე. ბაჰარ, ცხონებულ მამა შენ სიტყვა მივეცი, რომ ყოველთვის დაგიცავ. ამ ცხოვრებაში ჩემთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. მაგრამ თუ შენ არაფერს მეტყვი, პირობა როგორ შევასრულო? მართალი ხარ შერეფ, მაბადია. კარგი, დამშვიდი. მაგრამ ამიერიდან ყველაფერს მომიყვები, კარგი? კარგი, მორჩა. აქედან წავიდეთ. ნუ გეშინია. ის ვეღარაფერს დაგიშავებს. მოდი აქ დაჯექი. უგეთხარ? გინდა რამე? ბაჰარ, კარგად ხარ? შენი ყვირილი შემომესმა. ხო, ფამუ, კარგად ვარ. ნუ ღელავ. ყველაფერი რიგზია. მაგრამ იქ გველი იყო. გველი კი ნახა მიკბინა. საშინელება იყო. ღმერთო ჩემო. ჩვენს ბაღში გველი საიდან გაჩნდა? ჩვენს მხარეში მით უმეტეს ქალაქში ასეთი გველები თითქმის არ არიან. ესე იგი აქ სპეციალურად დააგდეს. რას ამბობ შერეფ? აგაუგებარი რა არის? ეს არ შეიძლება დამთხვევა იყოს. მამა შენის მტრებმა უცნაური შეტყობინებების გამოგზავნით მახეში გაგაბეს. დროულად მოგისწარი, თორემ თავისას მიაღწევდნენ. ღმერთო, რა უნდა ვქნათ? არავის ენდო, თავი არ გასცე.
თუ გინდა რომ მამის მკვლელი იპოვო, კარგად მომისმინე. დოკუმენტებს გადმოგცემ, რომელთა დახმარებით აისუნის წინააღმდეგ საქმეს აღძრავ. მე უბრალოდ შენი მეგობარი ვარ, რომელსაც უნდა რომ დაგეხმაროს. აშკარაა, რომ ეს შეტყობინებები რაუფისგან მიიღო. ფუხშენი. ალო? ჯაბარ. შენთან საქმე მაქვს ძმაო. დრო ცოტაა, სწრაფად უნდა იმოქმედო. არა, ეს დამთხვევა ვერ იქნება. მამა შენის მტრებს შენი მახეში გაბმა უნდათ. უნდათ რომ ზიანი მოგაყენონ ბაჰარ. ჩვენს თავს ამდენი უბედურება რატომ ხდება? ჩემი გოგოსგან რა უნდათ? ღმერთმა დაწყევლოს. შერეფ, იქნებ პოლიციაში დაგვერეკა. თუ დაველოდოთ კიდევ როდის იზამენ რამეს. მოითმინეთ პამუქანი, ჯერჯერობით პანიკის ატეხვა საჭირო არ არის. სამხილი არ გვაქვს. პოლიციას რას ვეთქვით? შეტყობინების გამო მგზავნის ვინაობას თუ მოვიძიებთ, დარწმუნებული ვარ, სახელი და გვარი ყალბი იქნება, თანაც პოლიციაში მისვლა ბაჰარის მტრების პროვოცირებას გამოიწვევს. ამ საქმეს ჩემებურად მოვაგვარებ. ამას შევძლებ. არ ინერვიულოთ. სანამ შენ გვერდით ვარ, თავიდან თმის ღერიც არ ჩამოგვარდება. ამიერიდან თვალს არ მოგაშორებ, ბაჰარ. ბაჰარ, მომისმინე. ამ მომენტიდან, რაც უნდა მოხდეს, მეტყვი. არაფერს დამიმალავ. შევთანხმდით? მოკვდი. ბოლოჯერ გაფრთხილებ. ან მე ან ჰაზანს ერთი ნაბიჯითაც რომ მოგვიახლოვდე. გონული არ ვიყო თუ ნაკუწებად არ გაქციო. გესმის ჩემი? გაიგე? ამიერიდან მხოლოდ ასე დაგელაპარაკები. ღმერთო ჩემო. ცოტა ხანში, როცა ადვოკატი განქორწინების თაობაზე დაგირეკავს, საბუთებს ხელს მოაწერ, ტყვიასავით გავარდები, წამს არ დაკარგავ. დროის გაწელვა არც იფიქრო, თარიკ. იმის იმედია აღარ გქონდეს, რომ კვლავ მოგვატყუებ. კარგი, ხომ თქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებ. ნახოთ. დედაშვილმა ძალიან დამღალა. საკმარისია ძმაო.
რა მოხდა? ბაჰარს შხამიანი გველი დაესხა თავს. თავს დაესხა? ბაღში გველი საიდან გაჩნდა? ჩემი აზრით ეს მახეა. ბაჰარს ვიღაც უცნობმა შეტყობინება გამოუგზავნა თხოვნით, რომ იმ ქოთანთან მისულიყო. აშკარაა, რომ გველი იქ წინასწარ დასვა. ის გველი ახლა სად არის? საშიში აღარ არის? ნუ ველავთ აისუნ ხანიმ. უკვე მოვაგვარე გველს თავი წავაგდებინე. ალბათ ბაჰარის მოკლა უნდოდათ, რომ მერე უბედურ შემთხვევად გაესაღებინათ. მეც აქვე ვიყავი. დროულად რომ არ ჩავრეულიყავი ბაჰარს, საავად მყოფამდეც კი ვერ მივიყვანდით. ღმერთო დაგვიფარე. Pamuk. Sen bir Bahar'ı al götür. Baharı akıdan წაიყვანე. სახლში შეიყვანე რომ დამშვიდდეს. Haklısınız. მართალი ხართ. Benim de aklım başımda. მეც გაუგნებული ვარ. Hadi kız. Წამოდი. Წამოდი. მოდი საყვარელო. მოდი. ბაჰარ. შენზე მართლა ძალიან ვღელავ. უკეთ ხარ? მითხარე. Benim için en ისე ნუ იქცევი თითქოს ჩემზე მართლა ღელავდე დემირ. რაში გაინტერესებს კარგად ვარ თუ არა? senin iyi ნუ თუ ჩემ მეტი საზრუნავი არავინ გყავს. ოჯან, დედა ჩემი თარიქთან დასალაპარაკებლად წავიდა. ძალიან გაბრაზებული იყო, იმედია არაფერი მოხდება. ნუ ღელავ ჰაზან. არაფერი მოხდება. დედა შენს უხეშად არ დაელაპარაკება, თუმცა არავინ იცის რა შეიძლება თარიქმა გააკეთოს. როცა მას კუთხეში მიიმწყდებენ. ის მშიშარა. დედა ჩემი შუაზე გაგლეჩს. იმედი მაქვს ამჯერად ყველაფერს წერტილი დაესმევა. რადგან დედა შენმა უკვე ყველაფერი იცის, თარიქი შენზე ზეწოლას ვეღარ მოახდენს. მართალი ხარ. მაგრამ გაურკვეველია, თარიქი რას იზამს. იმედია დედა მალე დაბრუნდება და გავიგებ რა მოხდა. ჰაზან, ამაზე ნუ იდარდებ. ასე თუ ისე, ყველაფერი მოგვარდება. თავარია შენ იყო კარგად. ხო, მაგრამ შენი ხელი ძალიან მადარდებს. ტკივა, მაგრამ რამდენიმე დღეში გაივლის. ჯანდაბა. ხედავ რა ჩადის ეს უსინდისო. როცა დანი თავს დაგესხა, შიშისგან კინახამ გავგიჟდი. მაპატიო უჯან, ისევ ჩემ გამო დაზარალდი. არაფერია, ამაზე არ იფიქრო. თუ რამე დაგჭირდა ნებისმიერ დროს დამირეკე, ან უბრალოდ თუ ლაპარაკი მოგინდება. გმადლობ. დავრეკავ. ოჯან, შენ რომ არა ალბათ ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდებოდი. კარგი დაისვენე. ნახვამდის.
როგორი იმედი მქონდა, რომ ბაჰარი ამ საბუთებს იპოვიდა. მაგრამ ჩემმა გეგმამ არ იმუშავა. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო. გველი აქ იყო? აქედან გამოძრა? ქოთნის ძირთან. იქ როგორ გაჩნდა? შენ დასვი არა? ვერ ვიჯერებ შერებ. სერიოზულად? რატომ გაგიკვირდა აისუმ? გონია მხოლოდ შენ შეგიძლია მსგავსი რამეები? სიმართლე გითხრა შენგან ასეთ რამეს არ ველოდი. კარგი. ყველაფერი თავიდან მოღები. დედა, თარიქს ელაპარაკე? ხაზან, შვილო, შენთვის რამდენი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ მოგვიანებით. ნათქვამია ცხენის დაკარგვას, უნაგირის დაკარგვას ჯობსო. ველაპარაკე. განქორწინება სულ ლაპარაკოთ დაგთანხმდება. თუ პრობლემას შექმნის, თავის თავს დააბრალოს. მხოლოდ ჩვენი რაიონიდან კი არა. სტამბოლიდანაც კი გავაგდებ, შვილო. აი ნახავ. დედიკო, ჩემო ძვირფასო. არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. შვილო, დედა იქამდე რომ გაგხსენებოდა სანამ უსიამოვნებაში აღმოჩნდებოდი, ეს უბედურება არ მოხდებოდა. კარგი, მურჩა, ამაზე აღარ იდარდო. შენს თავზე იფიქრე. საკუთარი თავი თუ არ გადარდებს, ბავშვზე მაინც იფიქრე, შვილო. ხაზან, ჩემი ტელეფონი რეკავს. მიდი მომიდანე. დედა, ვიღაც ფამუქანიმია. ხო, შვილო. გისმენ ფამუქანიმ. გონულხანიმ ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა. ახლა რაღა მოხდა ფამუქანიმ. მომიყევი თორემ მართლა გავგიჟდები. ბაღში ბაჰარს კინაღამ შხამიანმა გველმა უგბინა. რას ამბობ? ბაღში შხამიან გველს რა უნდოდა? გონულხანიმ, ჩვენც ვერ ვიჯერებთ, მაგრამ ჩვენი გოგო ჯერ ისევ შიშისგან კანკალებს. ქვემოთ ჩამოვედი, რომ გვირილის ჩაი მოვუმზადო. იქნებ დამშვიდდეს. კარგად მოიქეცი, რომ დამირეკე ფამუქანიმ. ჩვენ საბრალო გოგოს როგორ არ უმართლებს. კარგი, უკვე გავთავისუფლდი. მალე ვიქნები. კარგი, გონულხანიმ. შეხვედრამდე. დედა, რა გველი? ბაღში გველი ყოფილა. კინაღამ ბაჰარისთვის უკბენია. ბაჰარს ხომ არაფერი მოსვლია? არა, მადლობა ღმერთს. მაგრამ შეშინებია. ხაზან, ახლა თუ არ გჭირდები, უნდა წავიდე. გოგოს ვნახავ, კარგი? წავალ. ჩემო საყვარელო, შენ საკმარისად მომეხმარე. დიდი მადლობა, დედა. წადი და ბაჰარი ნახე. ჩემო ძვირფასო. ხაზან, იმ არაკაც თავისი ადგილი მივუჩინე. არა მგონია ჩვენთვის ზიანის მოყენება გაბედოს, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავი. გარეთ ნუ გახვალ სახლში იჯექი ყოველი შემთხვევისთვის. თან დაისვენებ. კარგი? დამპირდი. დედიკო, ჩემზე არ იდარდო. არ საწავა. ჩემი ჭკვიანი გოგო. კარგი, გავიქეცი, შვილო. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.